საღამომშვიდობისა. დღეს კვირაა და მაესტროს პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს კვირის ინფორმატორი ყველაზე საინტერესო კულტურული სიახლეებით. დღეს ჩვენს გადაცემაში თქვენ ნახავთ. გიგა მიქაბერიძის კონცერტმა სპორტის სასახლეში დიდი წარმატებით ჩაიარა. საერთაშორისო მოკლე ფილმების ფესტივალი სესილი წელს მეხუთედ ჩატარდება. სტუდიის სტუმრები ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი მაია გურაბანიძე და ჟიურის წევრი კინომცოდნე გიორგი კალატოზიშვილი. ტელეპორტრეტის გმირი ცნობილი ჯაზმენი თამაზ ყურაშვილი. ნიუ-იორკის ანდერგრაუნდის სცენის შოკის მომგროლმა პროექტმა თბილისის მსმენელიც დაშოკა. 13 მაის სპორტის სასახლეში გიგა მიქაბერიძემ AC ჯაზის მოყვარულებს ნამდვილი ზეიმი მოუწყო, როგორც მოსალოდნელი იყო, მან ძალიან საინტერესო პროგრამა წარუდგინა თავის მსმენელს, როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე ახალ ალბომში შესული ყველა სიმღერა შეასრულა ცოცხალი აკომპანიმენტის თანხლებით. მაესტროსათვის ჩვეული გუნდური მუშაობის პრინციპის მიხედვით გიგას გვერდით იყვნენ მისი კოლეგა მეგობრები. მოერთი სიტყვით კონცერტმა საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. ცნობილი კომპოზიციების ტელე და რადიო ათეულებში მოწინავე პოზიციებზე გამაგრებისა და ახალი აუდიო ალბომის გამოშვების შემდეგ გიგა მიქაბერიძესგან სოლო კონცერტის ჩატარება სწორედ ახლა ყველაზე ლოგიკური და მოსალოდნელი იყო. ახლა, როდესაც მიქაბერიძის ბოლო კომპოზიციები და მით უმეტეს მისი ალბომი შენთვის უმღერი მე ამდენს ჯერ კიდევ ძალიან ცხელია, მსმენელისთვის მათი სოლო კონცერტის სახით მიწოდება, თანაც დედაქალაქის მთავარ მუსიკალურ მოედანზე სპორტის სასახლეში აშკარად გამართლებული აღმოჩნდა. აქტიური სტუდიური მუშაობის შემდეგ არც თუ ხანმოკლე მუსიკალური წარსულის მქონე გიგა მიქაბერიძემ სპორტის სასახლეში გასამართ კონცერტზე ფართო მსმენელისთვის ყველა ის კომპოზიცია შეარჩია, რომლებიც ამავე მსმენელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კონცერტისთვის მზადება სერიოზულად მიმდინარეობდა, მით უმეტეს რომ ამ ყველაფერს ცოცხლად უნდა ჩაევლო. მსმენელთან პირისპირ გასვლამდე მუსიკოს ასეთი განწყობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვირეპეტიციე, ძალიან დიდი მღელვარება მქონდა და ეუფორიაში ეხლაც ვარ მოგატყველოთ. აი სულ რამოდენიმე წუთი დარჩა, რაც უნდა დავიწყო სიმღერა და დააკვრა გიტარაზე და ცოტას მაინც ნერვიულობ. ახალი ალბომი დაიკვრება მთლიანად და ძველები, რაც ხალხს უყვარს, ყველა ჰიტი და ყველა დუეტი. ამავე კონცერტზე გიგა მიქაბერიძესთან ერთად მსმენელმა ის მომღერლები მიიღო და მოისმინა, რომლებთან ერთადაც მიქაბერიძეს სცენაზე დგომის სერიოზული გამოცდილება აქვს. მათ შორის რამდენიმესთან ერთად შესრულებული დუეტი ჰიტ-ალბომებში მოწინავე პოზიციებს დიდხანს ართმობდა. მოკლედ კონცერტის მთავარი გმირის გამოჩენამდე სცენაზე მსმენელმა მიიღო როგორც ემი, ისე ლექსენი და ბიგ თიკო. ეს არის სუფთა მეგობრული მხარდაჭერა, იმიტომ რომ გიგასთვის პირველი სოლო კონცერტია და ჩვენ როგორც მის მეგობრები ჩავთვალეთ, რომ მის გვერდით უნდა ყოფილიყავით და შევასრულებთ ამ საღამოს ორ სიმღერას. ნახუჭე თვალები და მზე ისევ ამოა, რომელიც ვფიქრობ, რომ უყვარს ჩვენს მსმენელს. გიგა მიყვარს იმდენად და გიგას შემოქმედება მიყვარს იმდენად, რომ დღეს რო არ გვემღერა, აქ მაინც მოვიდოდი. არ არის გამორიცხული, რომ მაყურებლის ამპლუაში ან შეიძლება კულისებშიც. იმიტომ რომ მართლა ძალიან მიყვარს გიგას შემოქმედება და ქართველი მამაკაცის შემსრულებლებიდან, სოლოებიდან შემიძლია გამოვარჩიო, იმიტომ რომ რაც ეს ადამიანი არსებობს, იქიდან ვუსმენ. მიხარია, რომ აი თუნდაც გიგამაც ჩავგვთვალა იმდენად ახლო მეგობრებად, რომ მღერი ვარ დღეს გიგასთან ერთად. და ეს იქნება ჩვენი მხარდასაჭერი გამოსვლა, ასე ვთქვათ, სტიმული გიგასთვის. პასუხისმგებლობა არის, უბრალოდ შეიძლება ჩემს სოლოზე ცოტა მეტი პასუხისმგებლობა მე მქონდა, მაინც ეს რომ აღიაროთ, მაგრამ მაინც ნერვიულობის მომენტი მაინც მაქვს და მაგრამ კარგია რა, ვიცი რომ რაც იქ იყო ის გამეორება და უკეთესი უნდა იყოს. თუ იქ რაღაცა ასე ვთქვათ, სისუსტეები მქონდა, აქ აღარ უნდა იყოს. დღეს იქნება, ის დუეტი იქნება, რა თქმა უნდა. მე ასე ვთქვათ, კიდე დახმარების
კონჩი მიმღერებ ჩემს ორ სიმღერას და ჩემი და ბიქტიკოს სიმღერის, ასე ვთქვათ, დუეტი, რომელიც ჩაიწერა და ალბომი გამოიცა ჩემი და ბიქტიკოსი, აი ამ სიმღერის პრეზენტაცია და პრემიერა სწორედ აქ მოხდება ამ კონცერტზე დღეს. არაჩვეულებრივი განწყობა მაქვს და ერთი სული მაქვს, როდის გავალ და ვიმღერებ. დღეს ვიმღერებ 3 სიმღერას, ალბათ ერთი ახალი სიმღერა იქნება ცინცხალი დუეტი ლექსენთან და შედარებით ძველი, ნუ გაახურე და არ დამანახო შენი სახე. პირველი სოლო კონცერტი გიგა მიქაბერიძისთვის ნამდვილად შედგა. მსმენელმა მოისმინა ის კომპოზიციები, რომლებსაც ელოდა და რომლებსაც აქტიურად ითხოვდა როგორც რადიო, ისე ტელეეთერში. ეს ყველაფერი ცოცხლად და რაც მთავარია მუსიკოსის მთავარ ინსტრუმენტთან, გიტარასთან ერთად. სპორტის სასახლეში კი, რომელსაც მსმენელის ეიფორიისა და ხმაურის ატანისა და გადატანის დიდი გამოცდილება აქვს, 13 მაისს კიდევ ერთი ხმაურიანი მუსიკალური საღამო ტრადიციულად დასრულდა, როგორც წესი კმაყოფილი და ეგზალტირებული მსმენელით. კონცერტი ძალიან კმაყოფილი ვარ, არ წყდება სატელეფონო ზარები ჩემს ტელეფონში, ყველა მილოცავს, იმიტომ რომ მართლაც ძალიან კარგი კონცერტი იყო და მე ვთვლი რომ ჩემთვის როგორც პროდიუსერისთვის ეს იყო შემოქმედებითად ერთ-ერთი მართლაც და საუკეთესო კონცერტი. თვითონ გიგასიც დიდი მადლობელი ვარ რომ ესეთი საღამო მაჩუქა მეც ჩემს ახლობლებსაც და ყველა მის თაგვანისმცემელს. მე არ მასვენებ შენი ღილილი, მაგრამ ვისეც მისეს ჩემი. ძალიან მიყვარს მე ხშირად უსმენ გიგას გამორჩეულ რეპერტუარს. თავისი სტილი აქვს, რომელიც საკმაოდ მე მგონი მისაღებია ყველაფერი. ძალიან მიყვარს თუნ გიგა. ხანი ვარ, შეიძლება ითქვას. ძალიან როგორც შეიძლება ცოცხლად მღერის გიგა და ამიტომ ძალიან მომეწონა. ძალიან დიდი საყვარელი ვარ გიგას შემოქმედებით და ძალიან მაგარია. გატარო სანამ დრო ატრფობის მომეცი ხელი. შეგახსენებთ მაესტროს ეთერშია კვირის ინფორმატორი. 2001 წლის 26 მარტს კლუბ სარდაფში პირველად საქართველოში კინორეჟისორ დათო ჯანელიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა სტუდენტური ფილმების ფესტივალი ჩვენ მოვდივართ, რაც ერთგვარი სტიმული აღმოჩნდა ახალგაზრდა შემოქმედთათვის და შემდგომ წლებში ფესტივალში მონაწილეობის მიღების სურვილმა დიდი გავლენა იქონია ნამუშევრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ფესტივალის პრიზი არის ქალის ქანდაკება, რომელსაც სესილი ქვია და საბოლოო ჯამში ფესტივალმაც ასეთი სახელწოდება მიიღო. მას საერთაშორისო სტატუსი აქვს და ის წელს უკვე მეხუთედ ტარდება, ასე რომ მეხუთე საერთაშორისო მოკლე ფილმების ფესტივალი სესილი ხვალ გაიხსნება და ის ერთ კვირას გასტანს. სწორედ ამასთან დაკავშირებით გუშინ კინოთეატრ ამირანში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც პროგრამის სტუმრებისა და ჟიურის შესახებ ისაუბრეს. უფრო დეტალურად კი ამ ინფორმაციებს ახლა ჩვენი სტუდიის სტუმრები მოგაწვდიან ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი მაია გურაბანიძე და ჟიურის ერთ-ერთი წევრი კინომცოდნე გიორგი კალატოზიშვილი. საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. პირველად რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა სახელწოდება, ვის ეკუთვნის ეს სათაური და ვინ არის სესილი, გააჩნია თუ არა მას კონკრეტული პროტოტიპი? სესილი ეს არის სესილია თაყაიშვილის სახელობის ფესტივალი და ჩვენ პრიზთავიდან დავარქვით სესილი და ბოლოს როგორც თქვენ აღნიშნეთ შეიძინა ფესტივალმაც ეს სახელი და ჩვენ მოვდივართ გახდა ფესტივალის დევიზი. და ვინ არის თვითონ აი ამ ქანდაკების ავტორი? ქანდაკების ავტორი არის გიორგი ტაბატაძეს. ჩვენ როდესაც ეს ქანდაკება პირველად შევქმნით, ის მაშინ სწავლობდა აკადემიაში, როგორც სტუდენტური ფესტივალი ჩვენ მას მიმართეთ და დაგვიმზადა ეს ქანდაკება და დარჩა ტრადიციულად ჩვენ პრიზად. თუმცა აი ქალბატონის სესილია ყოველთვის ყველას წარმოედგინა, როგორც ისეთი ძალიან სათნობებია, ეს ქანდაკება კი არ გავს სესილია. ქანდაკება განსხვავებულია, უბრალოდ ჩვენ ეს სახელი შევარქვით მას. როდის მიიღო და საერთოდ რა აუცილებელი ეტაპები გაიარა ფესტივალმა იმისთვის, რომ მიიღო საერთაშორისო სტატუსი? ფესტივალმა გაიარა ეტაპები, ესე იგი პირველად ჩატარდა 2001 წლის მარტში კლუბ სარდაფში, მაშინ იყო მხოლოდ ქართული ნამუშევრები წარმოდგენილი, შემდეგ ტრადიციად შემოვიღეთ, რომ ყოველწლიურად პირველი დღე იხსნებოდა არასაკონკურსო უცხოური ნამუშევრები და წელს პირველად იღებს კონკურსში. წელს არის საერთაშორისო, უკვე როდესაც კონკურსში ჩაერთო ეს ნამუშევრები, აქამდე მხოლოდ არასაკონკურსო ჩვენებები ქონდა. და რომელი ქვეყნები მიიღებენ? წელს ძალიან ბევრი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. პოლონეთის კინოსკოლიდან არის წარმოდგენილი ფილმები, რუმინეთის კინოსკოლიდან,
ესპანეთიდან, შვედეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, არის ყაზახეთიდანაც წარმოდგენილი, ასე რომ პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია. გიორგი, თქვენ თუ გაქვთ უკვე ნანახი რაღაცა გარკვეული ნაწილი ამ პროგრამისა თუ პირველად თქვენს ფესტივალის მსვლელობის დროს? არა, ჩვენ ცხადია ფესტივალის მსვლელობის დროს უნდა გავიცნოთ ამ ფილმებს. მე მგონი ეს წინაპირობას კი არის იმისა ჟურის წევრებისთვის, რომ ფილმებს გაეცნონ უშუალოდ დიდ ეკრანზე და თქვათ არ იყოს იქ რაღაც გამოტოვებული ან რაღაც. მე არ მოხდეს უსიამოვნება იმავე კონკურსანტთან, რომ თქვათ ტელევიზორში იხილა ფილმი და ამრიგად ზედმიწევნით ვერ შეაფასა და ვერ გამოაკრია მისი ღირებულება. ამიტომ მე ჩემთვის პირიქით ახლა მაინკურსაც ვეუბნებოდი, დიდი სიურპრიზია რომ ამდენმა კონკურსანტში ჩემთვის მაგალითად 5 ადამიანია მხოლოდ ნაცნობი. ეს ქართველებს გულისხმობ და უცხოელებს მით უმეტეს ეს მიუხედავად იმისა, რომ დებიუტანტი არც ერთი არ არის, ჩემთვის ეს აბსოლუტურად არაფრის მთქმელი სახელია. თუმცა არაფრის მთქმელი ისევ და ისევ კარგი გაგებით, იმიტომ რომ მოველი რაღაც უფრო ახალს, უფრო მრავალფეროვანი პროგრამაც არის ამისთვის. ასე რომ მე საფუძველი მაქვს იმისა, რომ ვიფიქრე, რომ უფრო კარგი იქნება ვიდრე თქვა შაშანდელი ან შაშატენდელი. აჰა. რა ჩარჩოები და რაღაცა პირობები თუ არსებობდა იმისთვის, რაც უნდა გაეთვალისწინებინათ კონკურსანტებს, მაგალითად შინაარსის მხრივ ან ქრონომეტრაჟის ან თუნდაც ხარისხის მხრივ. პირველ რიგში არის ქრონომეტრაჟი. ჩვენი პირობა არის, რომ 40 წუთს ქრონომეტრაჟი ფილმის არ უნდა აღემატებოდეს. იტალიელმა გამოგვიგზავნა 1 საათიანი ნამუშევარი და ის მხოლოდ არასაკონკურსოდ იქნება ნაჩვენები და აგრეთვე ჟანრები გვაქვს, უნდა იყოს დოკუმენტური, ექსპერიმენტული, ანიმაცია, ჩვენ მუსიკალური ვიდეოც გვაქვს, რეკლამაც გვაქვს, თუმცა უცხოეთიდან მუსიკალური ვიდეო და რეკლამა არ ჩამოსულა. ქართველის არის წარმოდგენილი ერთი რეკლამა, ერთი მუსიკალური ვიდეო და ანიმაცია, ექსპერიმენტული ფილმი, დოკუმენტური და მხატვრული შედარებით მეტია. რამდენადაც ვიცი, პროგრამის გარდა რაღაცა სხვა პროგრამის ფარგლებში სხვა ღონისძიებებიც იგეგმება, რა ღონისძიებები იქნება? დაგეგმილი არის პირველ რიგში ჰოლანდიელი ანიმატორი ჩამოდის, გერით ვან დიკი, რომელიც 19-ში ჩაატარებს 19 მაისს მასტერკლას თემაზე მოკლე ანიმაციები. ასევე დაგეგმილი გვაქვს ქართული კინოს დღე, ნაჩვენები იქნება ჩემი ბებია, მიქა ბერიძის ფილმი, ძირითადად ჩვენ უცხოელი სტუმრებისთვის გვაქვს ეს ჩვენება და რა თქმა უნდა ქართველებიც დაესწრებენ. არის კიდევ დაგეგმილი სესილია თაყაიშვილის ხოვნისადმი მიწყვნილი საღამო და გვაქვს ორი არასაკონკურსო ჩვენება, ესე დამატებითი, რომელიც აი ეს იტალიელი გრეგორი პეკის ფილმ გრამას ჩვენება არის. ძალიან საინტერესოა მასტერკლასი, რომელიც თქვენ ახსენეთ. ამას ჩვეულებრივი მაყურებელიც დაესწრება თუ ეს მხოლოდ პროფესიონალებისთვის იქნება კაცი? თუ სურვილს გამოთქვამენ, ახლა იქ საშუალება არ იქნება, რომ 500 კაცი მოვიდეს და 300 კაცი, მაგრამ სასურვილი ვისაც იქნება, იქ შეზღუდული არ აქვს, ჩვენ არ გვაქვს იქ არც მოსაწვევი, არც ბილეთი, არც აკრედიტაცია, ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია მოვიდეს და დაესწროს საშუალებისამებრ იქ დარბაზში ამ მასტერკლასს. გიორგი, ხომ არ ყოფილა ერთგვარი ზეწოლა ჟიურიზე, ჩვენ ქართველები ვართ და ამაზე ამისგან არ ვართ დაზღვეულები. იყო სხვათა შორის, ოღონდ ადრე მე პირადად ჩემზე არა, მაგრამ მე აი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მანდილოსნებზე იყო. ვთქვათ, ეტყობა ეს ჩვენ ჩემი ბიძაშვილია ვიღაცა არა, ასე არა, ზუსტად სწორედ ზეწოლაზე მგულისხმობ და აგრესიულ დამოკიდებულებას არა მარტო კონკურსანტისგან, არამედ ვთქვათ ნათესაობისგან ამ შემთხვევაში. იყო ერთი შემთხვევა ნინა კაკაბაძე, როდესაც იყო შარშანწინ ჟურიში და მაშინ სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ გარკვეული კინემატოგრაფიული ინკვიზიცია შექმნეს ამ კინომცოდნეებისგან, ძალიან ცუდი იყო ვითარება, შენ ხო გახსოვს, ყველა კინოკრიტიკოსი იყო ჟურიში წევრი. მაინდა-მაინც ნინა კაკაბაძესთან მივიდნენ, აი თასავეთ ორი ადამიანი, სვანები, სვანებს ხარობს შევაწყვეტს არ ვაყენებ, მაგრამ ძალიან ისეთი უხეში ზეწოლა ქონდათ რა, მივიდნენ და აი მოკლედ ვთქვათ, საქმის გარჩევა დაუწეს. ანუ თემა რა იყო, რომ ვიღაცა უნდა გაიყვანოს თუ რატო არ მიეცა? პრიზი რატო არ მოწეს? ეს იყო ძირითადი აი საფუძველი და საბაბი რა ჩხუბისთვის რა. მე რომ გავგი ძალიან გამიკვირდა, იმიტომ გვერდი-გვერდ ვიჯექით მე და ნინია და ხა პრინციპში შეიძლება თქვათ მოსულიყო ჩემთვის ეთქვათ რამე. არჩეს ნინია ძალიან ესეთი სუსტი არსება ეგონათ, თუმცა თავის პოზიციას არასდროს არ თმობს ეს ადამიანი. ამიტომ არგუმენტების ყოველთვის ბევრი გვაქვს, იმიტომ სუბიექტური ესაა ხო ფილმის განჭა, ვის მივცემთ, ვის მივანიჭებთ პრიზს, ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვжит სპორტულ შეჯიბს, რომელსაც თქვათ ობიექტური ვითარება განაპირობებს და განსაზღვრავს გამარჯვებულს. და ამიტომ ყოველი იქნება სუბიექტური ყოველთვის.
ამ შემთხვევაში მაგიტო იყო დებიუტზე ყოველთვის სხვა საძლევდნენ გრან-პრის და თუნდაც ამ შემთხვევაში სესილიზე სხვა კონკურსანტს. არის თუ არა უკვე ცნობილი ჟიურის დანარჩენი შემადგენლობა და შეგვიძლია თუ არა უკვე ამის საჯაროდ გამოცხადება. ჟიურის შემადგენლობა არის შემდეგი წარმომადგენელი გიორგი გალატუზიშვილი, ყავს უცხოელი ჰოლანდიიდან ჩამოდის ისიც ის არის ანიმაციური ფილმების ფესტივალის ხელმძღვანელი გერბენ შერმერი, მე მგონი ის არის თავმჯდომარე, როგორც თქვენ გუშინ გადაწყვიტეთ. ამას თვითონ ჟიური ყავს ვინ იქნება და ეს ჟიურიმ გადაწყვიტა, არის კინორეჟისორი დათო ჯანელიძე, გიორგი ბერიძე კინოოპერატორი და მარინა სალუქვაძე კინომცოდნე. ხუთკაციანი ჟიური ყავს. შარშან იყო გერსამია. შარშან გია გერსამია ყავდა. წელს ჩვენ ყოველწლიურად ვცვლით ჟიურს. აი რატომ გადაწყვიტეთ, რომ პირველობა მიგეცათ ხელმძღვანელობა ჟიურისა მიგეცათ უცხოელისთვის? ალბათ მას უკვე ორი მე კონცეფტი ალბათ არ იქნებოდა უფრო მეტი ობიექტურობისთვის, ხო თქვა. თვითონ მე ვამბობ გულისხმობ ვითარების ობიექტურობისთვის. ისევ იმიტომ ხომ არა, რომ აი ზეწოლა არ განახორციელა. ნაწილობრივ შეიძლება მაგით ყოფილიყო ის. რატომაც არა, ხო? პრინციპში ჯობია რაღაც თავის დაზღვევის მიზნით გავაკეთოთ ეს ჟესტი და ავირჩიოთ, თქვა, მით უმეტეს კომპეტენტური პირი, ეს არ არის, თქვა, მეტალურგი და ასე შემდეგ, კინემატოგრაფისტი ასევე და მშვენივრად არკვევა იმ სფეროში, რომელსაც თქვა, მაიკო და მის მეგობრები ფესტივალს მართავენ. პრინციპში შეიძლება ესეც ყოფილიყო, მაგრამ არა მარტო ამ შემთხვევაში. რამდენად ჩემთვის ცნობილი, არ ვიცი სწორად ვარ თუ არა ინფორმირებული, თქვენ გამარჯვებულებს გამოავლენთ 4 ნომინაციაში. რა ნომინაციები ესენი და რატომ შემოიფარგლეთ ციფრით 4? იმიტომ რომ კინო საკმაოდ ისეთი არა, 4 გვაქვს მხოლოდ ეს მთავარი პრიზი სესილი. გვაქვს კიდევ დამატებით დიპლომები. 4 ნომინაცია ეს არის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი, ექსპერიმენტული და ანიმაცია. ამ 4 ნომინაციაში გადავცემთ სესილის და იქნება კიდევ დიპლომები, რომელიც დაახლოებით 10-ია. იცვლება ხოლმე ეს შარშან იყო, რომ ზოგი არ გამოვლინდა, მოიხსნა და ამატა ჟიური. სავარაუდოდ 10 დიპლომს ფიქრობ და ეს უკვე ჟიური გადაწყვიტავს მერე. ესეთი პრინციპია, ხო, главное не количество, а качество. თუ არ ვწები წლების წინ გამარჯვებულები საკმაოდ საინტერესო მივლინებებში წავიდნენ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, წელსაც ხუმარი გეგმება მსგავსი ვოიაჟები. ორჯერ იყო ეს 2002 და 2003 წელში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით წავიდნენ კვალიფიკაციის ასამაღლებლად და წელს ვერ მოხერხდა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს ტრადიცია გაგრძელდება. ეხაც მახსოვს გვარები, ერთი პირველი იყო ირაკლი ჩეკვაძე, მეორე იყო საშა კორიძე. და სად იყვნენ ეს ადამიანები? რაიონოს ტელეარხზე იყვნენ კვალიფიკაციის ასამაღლებლად 3 თვე თუ არ კი, ვცდები. 3 თვით იყვნენ ზუსტად. აი თქვენი აზრით, რამდენად კარგი კვალიფიკაცია იქნებოდა კინორეჟისორებისთვის სატელევიზიო სივრცეში დაკვირვება? პრინციპში ჩემი აზრით ძალიან კარგია იმ თვალსაზრისით, რომ თქვა ტელევიზიაში მოღვაწეობს დღესდღეობით თან ამ ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები. ნუ კინემატოგრაფისტები თუნდაც ისეთი დეფინიცია პირობითი, მაგრამ მაინც. ხა ირაკლი ჩეკვაძემ რა ის მიიღო, თქვა გამოცდილება, მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, სამაგიეროდ აი ვერ ვიტყვი თუნდაც ობიექტური მიზეზების გამო, მე არ მინახავს ირაკლის გადაღებული, თქვა იქ ან შემდგომ ჩამოსული რაღაც ფილმი. საშა კორიძემ გადაიღო ფილმი. ამას გონი სტიპენდიანტები და არქვა შემდგომ კინოსახლშიც იყო მისი ჩვენება, ძალიან დადებითი, ძალიან თბილი გამოხმაურება ჰქონდა და თავარია რომ გამოიკვეთა ის გამოცდილება და ის ცოდნა, რომელიც მან მიიღო ამ 3 თვის განმავლობაში. და მე ვფიქრობ, რომ პრინციპში სატელევიზიო ფილმების წარმოება და ამისათვის მასტერ-კლასების გამართვა, განათლების მიღება საზღვარგარეთ არის სავალდებული, იმიტომ რომ ბოლოს ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრეთ, თუნდაც ფესტივალის მსვლელობის დროს უნდა გავაცნობიეროთ, რომ სატელევიზიო ფილმების წარმოება ეს არის ღარიბი ქვეყნის პრეროგატივა. ჩვენ ბუშს ხვდებით ცეკვა თამაშით თუ სიმღერით, მაინც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ფინანსურად ვართ საკმაოდ შეზღუდულები და სოციალური ფონი არ გვიწყობს იმისათვის ხელს, რომ ვაწარმოოთ რაღაც ბლოკბასტერები. მიუხედავად ამისა, მე ვესალმები ლევან კოინტერის წამოწყებას. მშვენიერი ის არის, დავით აღმაშენებელი თუ გადაიღებენ მართლაც ბატალური სცენებით გაჯერებულ ფილმს. მშვენიერი იქნება. აი ეს ფორმატი ხო სატელევიზიო არის ღარიბი ქვეყნის პრეროგატივა. სანამ ამას არ გააცნობიერებენ, მანამდე ვიფიქრებთ კოდაკის ფირზე და ასე შემდეგ და რეალური შედეგი არასოდეს გვიქნება. და მიუხედავად ამ ჩვენი სიღარიბისა, მაინც ტარდება ისეთი ფესტივალი, როგორიც არის სესილი. მე მაინტერესებს, ვინ გიდგათ მხარში, საკმაოდ სერიოზული წამოწყებაა და რა თქმა უნდა, მარტო რაღაც ადამიანების ერთი ჯგუფი ამას ვერ მოახერხებს. ვინ არის კიდევ ორგანიზატორი? ორგანიზატორები ეს ჩვენ ვართ, ეს კავშირი, სესილი და კავშირი კლუბი და წელს ტარდება ფესტივალი საქართველოს კულტურის, სექთა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით და მინისტრის
დახმარებით სტარტდება წელს ფესტივალი საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა შეიტანა ფესტივალის ჩატარებაში დიდი წვლილი და ყავს სპონსორები ღვინო ძველი თბილისი ავიაკომპანია. გერმანია და ძალიან ბევრი მხარდამჭერი ორგანიზაცია ყავს, რომელიც აწესებს პრიზებს, ან თუნდაც შემდეგ აი ფართები ეწყობა უცხოელებისთვის და მონაწილეებისთვის ნუანუაში, კლუბ ბერლინში და ყველა ეს ხალხი, ეს სხვადასხვა ორგანიზაციები ჩვენ გვეხმარებიან, თეატრი ამირანი, რუსთაველი და ასე რომ ფესტივალს მხარდაჭერი ორგანიზაციები თუ ბევრი ეყოლება, უფრო კიდევ გაძლიერდება და მეტი შესაძლებლობები მოგვეცემა. და ჩვენი საუბრის ბოლოს მე მინდა გითხრათ, როგორი იქნება გახსნა დახურვის ცერემონიალები, ეს იქნება ესეთი საზეიმო და პომპეზური და უშუალოდ ოსკარის ტიპის თუ უფრო საქმიანი და მყუდრო გარემოში, მაგალითად ბერლინალეს მსგავს. გახსნაზე ჩვენ ყოველთვის გვაქვს ესეთი ტრადიცია, რომ ხსნით გამოფენით, სადაც მონაწილეობას იღებენ სამხატვრო აკადემიის, კინომხატვრობის ფაკულტეტის სტუდენტები, ფოიეში მოეწყობა მათი გამოფენა და შემდეგ იქნება ამ გერით ვანდიკის მოკლე ანიმაციების ჩვენება. დახურვაზე მაყურებელი მომბრძანდება თავად და ეწევა სიურპრიზები. იქნება დაჯილდოების ცერემონია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მინდა დიდი წარმატება უსურვო ფესტივალს და იმედი მაქვს ამ კვირის მანძილზე კიდევ არაერთხელ იქნებიან თქვენი წარმომადგენლები, ჩვენი სტუმრები. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ მაია გურაბანიძე და გიორგი კალატოზიშვილი. თქვენს ინფორმირებას კი რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ. კვირის ინფორმატორი ისევ პირდაპირ ეთერში განაგრძობს თქვენს ინფორმირებას და ახლა ტრადიციული ტელეპორტრეტი უნდა შემოგთავაზოთ და რა თქმა უნდა თქვენ უკვე იცით რომ ძალიან საინტერესო პიროვნება შეხვდებით. ჩვენს გადაცემებში არაერთხელ გვისაუბრია ჯაზზე და მის პრობლემებზე საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმდინარეობა დღეს ჩვენთან სათანადოდ დაფასებული არ არის, არც ისე პოპულარულია და ახალგაზრდა კადრების სერიოზულ დეფიციტს განიცდის, საბედნიეროდ არსებობენ ადამიანები, ვინც ჯაზის განვითარების საწყის ეტაპზე უპირველესნი იყვნენ და აქამდე მოგვიტანეს ეს მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანესი მუსიკალური მიმდინარეობა. ასე რომ დღეს ბატონი თამაზ ყურაშვილის ტელეპორტრეტს იხილავთ კვირის ინფორმატორის ეთერში. ეს ის ინსტრუმენტია, რომლითაც ჯაზის ქართველი და დასავლელი მიმდევრები თამაზ ყურაშვილს კარგად იცნობენ. დასაწყისში მას სწორედ კონტრაბასზე მოუწია არჩევანის გაკეთება, რაც რამდენიმე ცნობილი პერსონის რჩევით მოხდა. თამაზ ყურაშვილი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც თავის ინსტრუმენტთან ერთად კარგად ახსოვს სამამულო ჯაზის განვითარების პრაქტიკულად ყველა ეტაპი. უნივერსიტეტში სწავლობდი და ჩემი მეგობრები ჰენრი ლოლაშვილი ცხოვრებული ჩემი ვაგიფ მუსტაფაზადე, ესე იგი, მან მირჩია პირველმა, რომ ეს ინსტრუმენტი, ასე ვთქვათ, ჩემი ინსტრუმენტი გამختارიყო, ვინაიდან იმ ფუნქციას, ბანის ფუნქციას გძნობდი აშკარად, ვიდრე სხვა ფუნქციებს და ეს იგზო ვაგიფმა და მთქოვა, რომ ესე შენს დაიწყე შენთვის მეცადინეობა. დავიწყე და მე ვკითხე რამდენ ხანი დაჭირდება. მარტო ამისავლა ძალიან რთულია რა. პედაგოგთან დავიწყე კერძოდ მეცადინეობა. მე ამ პედაგოგმა მაიძულა კონსერვატორიაში ჩამბარებია და ერთი 10 თვის თავზე, როცა ჩამოვიდა ვაგიფა გასტროლებიდან, მე უკვე რაღაცას უკრავ. და აუკვირდა რომ ძალიან მომინდომები ეთყობა. ჯაზი რომ მისთვის მაგისტრალურ ხაზად იქცეოდა, ეს უკვე 7 წლის ასაკში გაირკვა დასავლური რადიო ტალღების მეშვეობით. მუსიკას, რომელიც მაშინ საქართველოსთვის იმპორტულ პროდუქტს წარმოადგენდა, თამაზ ყურაშვილის ოჯახში გვიანობამდე უსმენდნენ. თუმცა ამის გამო სკოლაში დაგვიანებისა და გაცდენის პრობლემები არასოდეს ჰქონია. ეს სწორედ ის პერიოდი იყო, როდესაც საბჭოური იდეოლოგია დასავლურ მუსიკაზე სერიოზულ აკრძალვებს აწესებდა და ყველაფერ პროგრესულს ახშობდა, მათ შორის რადიო ტალღებს. რადიო შეიძინეს მშობლებმა მირი, რომელიც ძალიან კარგად იჭერდა ამერიკის ხმას. კერძოდ უილის კანოვერის გადაცემა იყო პირველი 15 წუთზე, 45 წუთიანი გადაცემა ყოველდღიურად. ყოველდღიურად მე პირველის მერე ვიძინებ. მირის შიგნეულობა იყო გერმანული ფაქტიურად, დინამიკების ტელეფონკენის და ეს ხარისხი ამუშავარი იყო ძალიან. ეხაც მაქვს ის შენახული. შემდეგ ჩემი ძმა აგროვებდა ფილფიტებს, მოყვარული იყო უსმენდა ჯაზს.
და მე დავიწყე ეს მოგროვება ფილფიტების ჩანაწერებს. მაგალითად, მე მაქვს უნიკალური ფილფიტა. ასეთი ალბომია ჯანგო რეიხარდის, ეს ცნობილი გიტარისტი იყო, ეს არის ისტორია საერთოდ, არა მარტო ჯაზში, არამედ საერთოდ სასიმფლეობლოში. ეს ალბომი არის უნიკალური, ჩემო მეგობარმა ჩამოვიტანა. ეს იყო ეს მაშინ ამის შოვნა იყო პრობლემა, დიდი ხნის წინ არის გამოშვებული 53 წელს, გარდაიცვალა ის. არის კიდე ესეთი უნიკალური ფილფიტები, რა ვიცი, ამ ფილფიტებს ეს პროსტო მე არც უსმენ ამას, უბრალოდ არის რაღაც ესეთი სუვენირად არსებული ხა, იმიტომ ჩანაწერები მე მაქვს ძალიან ბევრი თანამედროვე, რომელიც ამას ინფორმაციის ხრი ის უფრო საინტერესოა ვიდრე ეს. თამაზ ყურაშვილი ერთ-ერთია იმ მუსიკოსებს შორის, რომლებსაც არამხოლოდ კარგად ახსოვთ ბარათაშვილის ხიდისა და კლუბის ისტორია, არამედ ამავე ისტორიის მონაწილეებიც არიან. ამ კლუბმა საბჭოთა სისტემის დროს აკრძალული ჯაზის საქართველოში განვითარებისთვის სერიოზული ხარკი გაიღო და თბილისში ყველაზე ინტელექტუალური მუსიკის დამკვიდრების პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად იქცა. იყო ესეთი საღამოები. შემდეგ მე დავიწყე მოწვევა მუსიკოსების ბალტიისპირეთიდან, მოსკოვიდან. ამას მოყვა ფესტივალი 78 წლის. სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ხელშეწყობა ეს იყო ჩვენი ინიციატივა. ძირითადად ინიციატივაზე იყო დაყრდნობილი ეს პროცესი. ეს კომკავშირი გვეხმარებოდა მაშინ. და კომკავშირში მუშაობდნენ ესეთი ახალგაზრდები, რომლებიც იყვნენ გატაცებული ჯაზს უსმენდნენ და ამას გარკვეულწილად მათი დახმარებაც ჩანდა ამაში. შემდეგ დამთავრდა ეს ბარათაშვილის სიტუაცია, არც კლუბია, არცად არ უკრავენ. მართალია ჯაზი იგრძელებოდა, თუმცა საქართველოს უკვე 70-იანი წლების ბოლოდან მასშტაბური ჯაზ ფესტივალების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს. ამავე მოვლენების აქტიური მონაწილე თამაზ ყურაშვილიც იყო, რომელიც ამავე 70-იანი წლებიდან არამხოლოდ სამამულო, არამედ დასავლურ ფესტივალებშიც იღებდა მონაწილეობას. ასეთი საფესტივალო გასვლები საბჭოთა პერიოდში მას საკმაოდ ძვირად უჯდებოდა. მე გავხდი გოსკონცერტის სოლისტი და იქიდან იყო ძირითადად საფესტივალო ფორუმებზე მიწვევა რა. აქედან მე არასოდეს არც საბუთები გამიფორმებია და კულტურის სამინისტროდან არასოდეს არ გავსულა. იქ მიდიოდა პირდაპირ მოწვევა, განაცხადი პიროვნებაზე და შემდეგ ისინი საბუთებს აგროვებდნენ, აფორმებდნენ. ჯერ აქედან იყო ფილტრი, შემდეგ მოსკოვში და ამას ელოდებოდა ერთი თვე დაახლოებით, მეტი თუ არა. იგი დიდი ხანია ბასისტების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც როგორც დასავლურ მედიაში აღნიშნავენ ზედმეტი რეკომენდაციები ნამდვილად დასჭირდება. როგორც თავად ამბობს, კონტრაბასთან მისი ურთიერთობა თბილი და მეგობრულია. 50-იანი წლების ინსტრუმენტთან თამაზ ყურაშვილი დიალოგს ხშირად მართავს. ხანდახან კი ორივეს კონსენსუსამდე მისვლაც კი უწევთ. აი ეს ინსტრუმენტი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ამ ინსტრუმენტზე ძირითადად ვისწავლე დაკვრა. ესე იგი ეს გრიფი მე ყველაზე უფრო შესწავლილი მაქვს და რაღაც ჩემ ხელებისთვის არის ასე ვთქვათ განკუთვნილი. გეწინააღმდეგება, გესაუბრება, ზოგჯერ გეთანხმება, ზოგჯერ არ გეთანხმება და მთელი პროცესია. ეს ინსტრუმენტი ამერიკაში ჩავდიოდი, ძალიან რთული პროცესია ამის ტარება, რაცა ცალკე ბილეთი და ამის ტარება საერთოდ ხო ფიზიკურად ცოტა რთული პროცესია და დატოვებული მქონდა იქ მეგობართან, ჩავიდოდი ინსტრუმენტი მქონდა იქ. ესე მოხდა რომ ამ არეულობის დროს ვეღარ წავედი. ინსტრუმენტი იქ არის, მე აქ კი მაქვს მეორე ინსტრუმენტი, მაგრამ ნუ ეს გინდა, იმიტომ რომ ამაზე უფრო შეჩეული ხარ და თავამაცხარ. გავიდა კარგი ხანი და მე ერთად ჩემო მოსწავლემ ჩამომიტანა, გასტროლი მქონდა, გერმანიაში სწავლობს ის მათული და გასტროლი მქონდა და იმან სულ არ მოვედოდი ისეთმა პიროვნებამ ჩამომიტანა. გარკვეულწილად დიდი დისკომფორტი ამის თრევა. სისხლი გამიჭრო მე, მაგრამ რა სიზო? როცა გიყვარს საქმე, რაღაც კომპრომისები უნდა წახვიდე. სახელს ხომ არ ეძახით რამეს? როზიტა. როზიტა დაარქვის ამას. აი ამ ყვაწვილმა დაარქვა როზიტა. იმიტომ რომ ესე იგი მე ქალბატონები არ ვიტარებია ხელით. ჯერ რამდენი სამას ვატარებთ. მისთვის
მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ამერიკას უკავშირდება. ქართველი მუსიკოსი კარგად მიიღეს იქ, სადაც ჯაზი დაიბადა. თამაზ ყურაშვილს უსმენდნენ არაერთ ცნობილ კლუბში, მათ შორის Blue Note-ში. თვლის, რომ ჯაზის ნებისმიერი მიმდევრისთვის ნიუ-იორკის სკოლის გავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ იქ არის შესაძლებელი ჯაზისთვის დამახასიათებელი დინამიკის ათვისება. პიანისტთან მუშაობდი, ნიუ-იორკელი, ბრუკლინელი მუსიკოსი იყო, ეგრი. არ ვიცოდი ხა რა უნდა და თავის რეპერტუარი ქონდა მას და ამ რეპერტუარს არც რეპეტიციის საშუალება გაქვს, ცოტა ადრე ვიხო, გადახედავდა. რაღაც ისეთი კვანტების დადება უყვარდა, არ გაგაფრთხილებდა ესეთ მოდულაციას გააკეთა და თავისებური ტიპი იყო. ეხლა ვაგვირდები ამ ტიპიური ბრუკლინელი ზანგი. ვიღაც ტიპები მოდიან ამასთან, მუსიკოსები, ეს გაიყვანს რაღაცა ვხედა ფულს აძლევს რაღაცა ვფიქრობ რა ხდება ეს რას რითი ვაჭრობს რა პროცესია ცოტა ეჭვი შევეპარაკოთ ან ცენტრალურ ბრუნოჩი ვუშაობთ პროცესში პერიოდშია თორმე გაკვეთილებს ყიდის ერთ გვერდია გაკვეთის $25 $30 ისეთი მომზადება ქონდა ამის რომ თავის გაკვეთილებს მოდიოდნენ და იცოდნენ ეს პიანისტი აქ მუშაობს ამ დღეებში და საშუალება იყო მისულიყო და ეღიდა ამის გაკვეთილი სხვების მსგავსად თამაზ ყურაშვილი თვლის, რომ ჯაზი საქართველოში თავს არც თუ კომფორტულად გრძნობს, რადგან ამ მუსიკას პროპაგანდაც აკლია და ჯაზ კლუბების მსგავსი სივრცეებიც. ამიტომაც თავად აპირებს თბილისში კლუბის გახსნას, რომელსაც კონკრეტული მიმართულება ექნება და რომელშიც ქართველებთან ერთად ცნობილი დასავლელი მუსიკოსებიც ხშირად გამოვლენ. ამისთვის აუცილებელი კონტაქტები კი თამაზ ყურაშვილის ანგარიშზე საჭიროზე მრავლადაა. მანამდე კი მეგობრებთან ერთად ერთგვარ მოსამზადებელ რეპეტიციებს სახლში გადის. თვეში ერთხელ საშუალება ქონდეს ვინმე ჩამოიყვანო სხვა ქვეყნებიდან, სხვა ქალაქებიდან. და ეს დინამიკაში იყოს. აი ეს მოსკოვში მაგალითად ბუტმანმა ჩემმა მეგობარმა მოახერხა. და ჩამოყავს ხო თვეში, ორ თვეში ერთხელ ხან ამერიკიდან, ხან ევროპაში ვინმე ჩამოვა მოსკოვში ხო სიამოვნებით ჩამოვიდა. აი მასთან მაქვს მე ურთიერთობა და მე თუ კლუბი მექნება რა. მე ალბათ ეს დინამიკა აქაც დაენერგება ვინაიდან აუცილებელია ეს გაცნობა, ნახვა ცოცხლად როგორ ხდება ეს პროცესი. მარტო მოყოლით და მოსმენით ცოტა რთულია. დარწმუნებული ვარ დღევანდელი ტელეპორტრეტი ნებისმიერი თაობის წარმომადგენლებისთვის საინტერესო და სასიამოვნო სანახავი იყო. ახლა კი ერთგვარად ვაგრძელებთ ჯაზის თემას, უფრო სწორად კი ჯაზისა და სუპერ თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სინთეზზე ვისაუბრებთ. მათ ვინც უყურეს ჩვენი გადაცემა, ჩვენ კვირის ინფორმატორის წინა გამოშვებას, კარგად ახსოვთ, რომ საუბრობდით მოსალოდნელ კონცერტზე კლუბ ნუანუაში, რომელიც დასარტყამი ინსტრუმენტების ღმერთად აღიარებულ ჯოჯო მეიერს და მის ჯგუფს ნერვს უნდა წარმოედგინათ. პროექტის სახელწოდებით აკრძალული დარტყმები ჩვენი საზოგადოების ერთმა ნაწილმა გუშინ მოისმინა კლუბ ნუანუაში და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ნიუ-იორკის ანდერგრაუნდის სცენის შოკის მომგვრელი პროექტი თბილისისთვისაც არანაკლებ გამაოგნებელი აღმოჩნდა. კვირის ბოლოს კლუბმა ნუანუამ თანამედროვე მუსიკის მოყვარულებს საიმიჯო პროექტი შესთავაზა. ცნობილი დრამერი ჯოჯო მეიერი და ჯგუფი ნერვ ევროპული ტურნეს ფარგლებში თბილისში ჩამოვიდნენ და საკუთარი ნიუ-იორკში აკრძალული, მოგვიანებით კი ევროპაში გაპოპულარულებული პროექტი Prohibited Beats წარმოადგინეს. ელექტრონული მუსიკისა და ჯაზის საინტერესო სინთეზი ცოცხლად პირდაპირ მსმენელის თვალწინ, თანაც იმპროვიზაციის გათვალისწინებით. ასეთი იყო მთავარი მენიუ, რომელიც ნერვმა ადგილობრივ მსმენელს შესთავაზა. ეს კი ის მუსიკაა, რომელიც ერთდროულად არის განკუთვნილი როგორც გონებისთვის, ისე ფიზიკური ქმედებებისთვის. მართალია მსგავს მუსიკალურ კულტურას საქართველოში ნაკლებად იცნობენ, თუმცა ამავე კულტურასთან ზიარება ქართველმა მსმენელმა კლუბ ნუანუაში მაინც წარმატებით მოახერხა. ასეთ მუსიკალურ სინთეზს, რომელიც ძალიან თანამედროვედ გამოიყურება და ისმინება, დასავლეთში ხშირად არც თუ საფუძვლოდ ბომბის აფეთქებასაც კი ადარებენ.
და იმასაც ამბობენ, რომ ჯოჯო მეიერისა და ნერვის მეშვეობით ნიუ-იორკში ცოცხალი drum and bass-ი განვითარდა. მართალია ჯგუფის სკანდალური პროექტი Prohibited Beats 2003 წელს ნიუ-იორკში აკრძალეს, თუმცა მოგვიანებით ნერვმა იგი წარმატებით გაიტანა ევროპაში და ამავე ევროპის კლუბებში ნამდვილი რევოლუციაც მოახდინა. ამჯერად რევოლუციურ კალში თბილისიც მოექცა, უფრო კონკრეტულად კი კლუბი ნუანუა, რომელსაც ნერვის სრული შემადგენლობით ეწვია. მეიერთან ერთად თბილისში ჯგუფის დანარჩენი წევრები ჯონ დევისი, როლი მოსიმენი და ტაკოია ნაკამურა ჩამოვიდნენ. სპეციალურად იმისთვის, რომ ქართველი მსმენელისთვის ახალი და განსხვავებული მუსიკალური კულტურა წარედგინათ და კულტურული შოკიც გამოეწვიათ. ნიუ-იორკში ეს პროექტი ძალიან წარმატებული იყო. ეს ერთგვარი ექსპერიმენტული პლატფორმა, სადაც ჩვენ ვცდილობთ ხიდი გავდოთ ელექტრონულ მუსიკალურ კულტურასა და ტრადიციულ მუსიკას შორის. ვინაიდან ახალი თაობები ტრადიციულ მუსიკას თითქმის საერთოდ აღარ უსმენენ. ჩვენ გვინდა ისევე მოვიქცეთ როგორც ადამიანები, რომლებიც ჩვენში დაგვაგონებენ. მე გულისხმობ ბახს, ლუი არმსტრონგს, ჩარლი პარკერს, ჯიმი ჰენდრიქსს და სხვებს. ჩვენი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი ახალი აღმოჩენებისა და თავგადასავლების სურვილი იყო. ახალი შეგრძნებების ძიებამ ჩვენ აბსოლუტურად უცხო ადგილას მოგვიყვანა. ჩვენ უკვე ვიცით როგორ რეაგირებს ხალხი ჩვენს მუსიკაზე ნიუ-იორკში, მაგრამ არ ვიცით რა მოხდება საქართველოში. ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. თანამედროვე პოპ კულტურაში გარეგნულ ესთეტიკას ძირითადი ყურადღება ექცევა. შინაარსი კი მივიწყებულია. ჩვენ ვცდილობთ ნამდვილი გრძნობა და აზრი ჩავდოთ მუსიკაში. თანაც ისე რომ ეს მისაღები იყოს ახალი თაობისათვის. ვინაიდან 20 წლის ახალგაზრდა ალბათ არ მოისურვებს ჯაზ კონცერტზე წასვლას. ვინაიდან ასეთი მუსიკა მისთვის ზედმეტად რთულია. ასე რომ ჩვენ ვცდილობთ ყველა მუსიკალურ მიმდინარეობას მოუყაროთ თავი და შევქმნათ ახალგაზრდობისათვის მისაღები ახალი ჰომოგენური მუსიკა. დასავლეთში შოკის მომგვრელ პროექტად აღიარებულმა Prohibited Beats-მა თბილისში ექსცესების გარეშე ჩაიარა. არასტანდარტული მუსიკალური სანახაობა კლუბის მსმენელმა კარგად მიიღო. ასეთი შესრულება საქართველოში იშვიათად ახსოვთ, იგი იმდენად მძაფრია, თავისუფალი, ღია და რაც მთავარია განსხვავებული, რომ მისი მოსმენის შემდეგ ალბათ უკვე ადვილი მისახვედრია, რატომ უწოდებენ მეიერს ლეგენდას. თუმცა ამავე ლეგენდას თვით ნინა სიმონესთან, დიზი გილესპისთან და დრამერ ბილი კობემთანაც კი უმუშავია. არასტანდარტული აქამდე რაც გაგვიკეთებია მსგავსი ისეთ პრომოუშენთან ერთად იყო მაინც ტრადიციული და ეს არის ბევრად საინტერესო ჩემი აზრით, იმიტომ რომ არის სინთეზი ცოცხალის და ელექტრონული მუსიკის საუნდჩეკზე ისეთები ქნეს, რომ მე გაოცებული ვარ. ესეთი პროექტები რა როგორც ახლა ეკეთება რა არის ესეთი რეალურად ალტერნატივა ის მუსიკა რაც ჩვენ არ ვიცით მისი მოსმენის საშუალებაც არ აგვაქვს ვერც ნახულობთ იმიტომ რომ რეალურად არ არის ძალიან იშვიათია რა არის საკმაოდ ძვირადღირებული პროექტი აქედან გამომდინარე ძალიან კარგი არის როდესაც ეს ყველაფერი კეთდება აი ამ ფორმით როდესაც ხალხს საშუალება ეძლევა რეალურად ეს ყველაფერი შეიგრძნოს მართლა რა არის მუსიკა ანუ როგორ იქნება ვინ არიან ეს ადამიანები საიდან მოვიდნენ რა ისტორია ეს ყველაფერი მუსიკაში ძალიან დიდ მნიშვნელობას დებს თვითონ რა აქედან გამომდინარე ეს ძალიან დიდ სტიმულს აძლევს მე განვითარებას უკვე თვითონ მუსიკის ჯგუფს, რომელიც არასოდეს მუშაობს წინასწარ დაგეგმილი პროგრამით, ამ ტრადიციისთვის არც თბილისში უღალატია. სხვა საღამოების მსგავსად ნერვი ამჯერადაც მხოლოდ მსმენელთან ემოციურ ინტერაქციაზე იყო დამოკიდებული. მსმენელმაც გაამართლა მასა და მუსიკოსებს შორის ემოციურ ენერგეტიკული ბალანსი აშკარად შედგა. მართალია ჯაზისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზი თანაც ცოცხლად ნუანუაში მისულთათვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა იმისთვის, რომ ეს მოულოდნელობა აღარ განმეორდეს, კლუბი მსგავსი პროექტების განხორციელებას უკვე ქართველი მუსიკოსების ბაზაზე აპირებს. მათ შორის ერთ-ერთი როგორც ირკვევა, გია სალაღიშვილი იქნება. მოკლედ ჯგუფ ნერვის ახალი გაკვეთილი ნუანუაში კარგად გაიგეს. როგორ იქნება Prohibited Beats ქართულად, ამას მომავალში ამავე კლუბში მოისმენთ. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენად კარგი გაკვეთილი იქნება ნერვის პროექტი ქართველი მუსიკოსებისთვის. კვირის ინფორმატორი კი ამ ენერგიულ ნოტაზე ასრულებს თქვენთვის მუშაობას და მე რა თქმა უნდა ერთი კვირით გემშვიდობებით. კვირამდე.